რისი ბუნაგი უნდა იყოს თქვენი აზრით? რისი კადრებია კაცმა არ იცის? გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით ისევ შემდეგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში უნდა გესაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. არ მისაუბრია არასდროს და გადავწყვიტე რომ ვისაუბროთ და რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო მოკლედ დათვებზე, საქართველოში გავრცელებულ დათვებზე. თითქმის ყველა ტერიტორიაზე შევხვდებით, ამიტომ საჭიროა რომ გქონდეს ინფორმაცია, შეიძლება ნებისმიერ დროს წავაწყდეთ და უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. ასევე ვინც წინა ვიდეო ნახეთ, მე ტყეში დავტოვე ღამისხედვის კამერა, ასევე დავტოვე საკვები მიწაში დამარხული. მაინტერესებდა თუ რამე მივიდოდა ან საერთოდ თუ რამეს დავაფიქსირებდი. ვიდეოს ბოლოს მივალ ადგილზე, შევამოწმებ ადგილს, ასევე კამერას, ვნახავ თუ რამეა დაფიქსირებული. შეიძლება საკვები ისევ იქ იყოს და ჩამპალი დამხვდეს მოკლედ რა. ასევე დავანთებ ახლა ცეცხლს, პატარა წავიხემსები, იმიტომ რომ შია. საინტერესო ვიდეო გამოვა ჩემი აზრით. თხოვნა მექნება მეგობრებო რომ გამოიწეროთ არხი. ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი, ყოველ ვიდეოში ამას აღვნიშნავ. დაალაიქეთ, მოიწონეთ, დამიწერეთ კომენტარები. გადავიდეთ ახლა უშუალოდ საქმეზე. ერთ-ერთ ვიდეოში მე გითხარით მეგობრებო რომ მიწაში უნდა გავაკეთოთ ხვრელი და ისე დავანთოთ ცეცხლი. ეს ძალიან კარგია იმისთვის რომ არ მოედოს გარშემო, ასევე შეგვიძლია მე მარტივად ჩავაქროთ პირდაპირ ის მიწა მივაყაროთ, რასაც ამოვთხრით. ასევე თუ საკვები გვექნება, შეგვიძლია პირდაპირ ზემოდან გადავდოთ და მომზადოთ საკვები. ანუ ერთი მარტივი მიწის ამოთხრით ძალიან ბევრ საქმეს ვიმარტივებთ. აღარ დაგჭირდება რაღაც სიმაღლის გაკეთება რომ საკვები გადავდოთ და ასე შემდეგ. ქვების ძებნა და რაღაცეები, ხო? პირდაპირ ახლა მიწაში გავაკეთებ პატარა ხვრელს, ამოვთხრი მიწას, დავანთებ ცეცხლს მარტივად. აი ამ ადგილზე დაახლოებით ახლა ამოვთხრი. უცებ. მოკლედ ეს ბარი იმდენ საქმეს მიკეთებს, რა ვიცი. დალოცვილია რა. თან გარშემო მოვაყრი. შემდეგ არ ვიწვალო თუ გავრცელდა ცეცხლი ჩაქრობაზე. ხო, თუ გავრცელდა კიდე მეგობრებო, შეგიძლიათ მიწა მიაყაროთ. ყველაზე მარტივი გამოსავალია თუ წყალი არ გვაქვს, ან წყლის დაზოგვა გვინდა, მიწა ამოვთხაროთ მეგობრებო და მივაყაროთ მიწა. მიწა აქრობს ძალიან მარტივად. ასე გარშემო შემოვუყრი ახლა. სავსებით საკმარისია გამზადდა. დაახლოებით 25-30 სანტიმეტრია სიღრმეში. ახლა რაც ყველაზე მთავარია შეშა. შეშის გარეშე არ გამოვა ეს საქმე. უცებ, რა ვიცი, ნამტროების მეტი არაფერი არ არის, მოვაგროვებ, დავანთებ ცეცხლს მოკლედ და დავიწყებ საუბარს ყველაზე საყვარელ არსებაზე, რომელიც საქართველოში ბინადრობს, დათვზე. უნდა ვიცოდეთ მეგობრებო აუცილებლად რა. არ ვიცით, როდის გადავეყრებით, განსაკუთრებით ბუნება თუ გვიყვარს. აი ესე მარტივად ყველგან ყრია მეგობრებო, ხმელი შეშა. ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ ხოლმე, სადაც შეშა იქნება. მე მინახავს ძალიან ბევრი ადგილი, ანუ მინდორი ყოფილა და სულ ასე ვთქვათ, ხეები ისეთი, რომელიც ნედლია და ნედლხეს ვარ გავაფუჭებთ რა. არ შეიძლება ეგ. თან არც გამოგვადგება ეგეთი შეშა. ვიცი, ის როდის დაიწვება, ან როდის ალდება, გაგვიჭირდება ჯერდა. მე კიდე უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას. ამიტომ შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ესეთი ხმელი შეშა ეყრება, რომელიც ძალიან ბევრია ჩვენს ტყეებში. ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია, რომ საჭმელი მოვამზადო. ამას ახლა წვრილ-წვრილად დავანაწევრებ და გავუშვებ ეგრევე. ყველაზე მთავარი რაც ბუნებაში უნდა გქონდეს ცეცხლის დასანთებად, მარტივად დაალებადი ნივთები. ეს არის პარაფინი და ბამბა. ვინც ხშირად მიყურებს და აქტიურად მიყურებს, ეცოდინება როგორ მზადდება პარაფინისგან და ბამბისგან. უმარტივესია მის დამზადება და გაგვიადვილებს ცეცხლის დანთებას. ნებისმიერ სიტუაციაში მეგობრებო, შეგვიძლია დავამზადოთ, წავიღოთ ხოლმე ბუნებაში, წვადი შეწვა მოგვინდება რამე,
არ ვიწვალებთ, არ გვინდა ნავთიან ასე შემდეგ. ეს ვისაც ფეჩი გაქვთ კიდე ესეთი რაღაცები რომ დაამზადოთ. დილას არ იწვალებთ ხოლმე, თუ ნავთი არ გაქვთ რაიმე აალებადი საშუალება, ამით შეგიძლიათ მარტივად დაანთოთ. ვაზელინისგანაც მზადდება, უამრავი რამის გამზადდება. შეგიძლიათ დაამზადოთ და გქონდეთ სახლში. ბიუჯეტი კიდე ძალიან მინიმალურია. 2 ცალისანთელი ღირს ლარი და გეყოფათ, რა ვიცი, ალბათ 1 კვირა. რამბაც კაპიკები ღირს. მოკლედ, სანამ ცეცხლს გაუკიდებ, მანამდე მოვიმზადებ 2 ცალი პატარა შამფური ვითმინდა. ესეთი წვრილი ტოტები შეგვიძლია გამოვიყენოთ საშამფურეთ ბუნებაში. ეცადოთ რომ ქერქი შეძლების დაგვარად გავაცალოთ. ესეც მეორე. ახლა შეუდგეთ ცეცხლის დანთების პროცესს. წვრილი ტოტები გავამზადე. ეს იმდენი ხანი იწვის მეგობრებო, აი ამ სისქე ტოტებსაც ჩვეულებრივად მოეკიდება. აი ნახეთ მეგობრებო, როგორ მოეკიდა. ამას ჩავდებ ახლა. დავიწყებ დაყრას ტოტების. ესე მარტივად შეგვიძლია მეგობრებო უცებ დავამთოთ ცეცხლი. აი პრობლემა მაგაზე. ეს კიდევ კარგია, ახლა სველია შეშა. გარშემო ამას კედლები გაუხურდება და იმ სველ შეშას კიდევ უკეთესად შეახმობს. ალბათ ხედავთ, აი ნახეთ როგორი სველია. საკმაოდ სველია შეშა. ახლა რაც შეეხება მეგობრებო საქართველოში გავრცელებულ დათვს, ეს არის მურა დათვი. არის ჩალისფერი და მუქი ყავისფერი. ის მეგობრებო რომ დათვი არის ხორცის მჭამელი, ის არის მითი. დათვი არის ჩვეულებრივად ბალახის მჭამელი, უყვარს კენკრა, თაფლი და თევზეული უყვარს კიდე განსაკუთრებით. დათვი არის მეგობრებო წითელ წიგნში შეყვანილი, მისი მოკლა არ შეიძლება, მას ზენადირობა არ შეიძლება. რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში დათვს სასტიკად რო კლავდნენ. ამაზე რეაგირება იყო რა თქმა უნდა, რაც ძალიან კარგია, არ უნდა მოვკლათ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ყავს ისედაც და უნდა გაუფრთხილდეთ. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, როცა გადავაადგილდებით ბუნებაში, სადაც ვიცით რომ შესაძლებელია შეკვდეს დათვი, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ხმაურიანად გადავაადგილდეთ. რა ვიცი, ვიღიღინოთ, ვისაუბროთ, გიჟი არ გეგონოთ საკუთარი თავი, უნდა ვისაუბროთ, ვიღიღინოთ, ხმა გამოვცეთ. კიდევ არის სპეციალური ზანზალაკები. ეს ზანზალაკი შეგვიძლია ჩანთაზე ჩამოვკიდოთ და ის როცა მოძრაობთ, აი ძროხებს რო უკიდიათ ხოლმე რა, ეგეთი ზანზალაკი. ჩამოვიკიდოთ და მოკლედ ის ხმას გამოსცემს, აღარ მოგვიწევს ღირინი და ასე შემდეგ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ დათვი ძალიან შორიდან იგებს ჩვენს ხმას და ცდილობს შორიდანვე რომ მოგვერიდოს. თუ სადმე ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად საკვები ჩვენ სიახლოვეს არ უნდა იყოს. მინიმუმ 50-100 მეტრით მოშორებით უნდა ჩამოვკიდოთ ხეზე, იმიტომ უნდა ჩამოვკიდოთ, რომ სხვა მტაცებლებმა არ შეგვიჭამონ. ჩვენ სიახლოვეს თუ იქნება ძალიან შორი მანძილიდან გძნობს საკვების წუნს და შეიძლება მივიზიდოთ, მოვიყვანოთ ჩვენამდე, რაც ძალიან არ გვაწყობს. რაც შეეხება თუ მოძრაობის დროს შევხვდით დათვს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მეგობრებო, ეს არის რომ არასდროს არ უნდა გავიქცეთ. თუ გავიქცევით, მას ჩაერთვება აცებლის ინსტინქტი და აუცილებლად გამოგვეკიდება. აუცილებლად. არ გეგონოთ რომ არ გამოგვეკიდება და აგვერიდება. შეიძლება საერთოდ არ უნდა ჩვენი მოკლა, ჩვენ ზენადირობა, მაგრამ მაინც გამოგვეკიდება, იმიტომ რომ მტაცებელია და ინსტინქტია ქასეთი. როცა გავჩერდებით, ვაკეთებთ როგორ რაღაცას. თუ დაიწყო ჩვენსკენ მოახლოვება, არასდროს თვალში არ უნდა გავუსწოროთ, იმიტომ რომ ეს აგრესიას იწვევს მასში. თვალში რომ გავუსწორებთ, აგრესიული გახდება უფრო და მოკლედ წამოვა შეტევაზე. ზურგით არ უნდა დავდგეთ კიდევ. თუ ზურგით დავდექით, ესეც ძალიან ცუდია. ნუ ჯერ პირველ რიგში რომ ვერ გავიგებთ სად არის დათვი. მერე კიდევ ანალოგიურად მტაცებლური ინსტინქტი ერთვება და შეიძლება ისე მოგვეპაროს რომ ვერც გავიგებთ. ჩვენ სიახლოვეს თუ არის, ვეცადოთ რომ დიდები გამოვჩდეთ. თუ გვაცვია მოსაცმელი, ეს მოსაცმელი გავიხადოთ აი ასე. ხელები ავწიოთ მაღლა და ანუ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად დიდები გამოვჩდეთ მასთან შედარებით, ნუ მასთან შედარებით ვერ გამოვჩდებით, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ რომ ასე ვთქვათ, ძლიერები ვართ, რაღაცნაირად მაინც უნდა უპირატესობა მოვიპოვოთ მასზე, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვეშინია, ისე ეშინია მასაც ჩვენი.
უნდა ვესაუბროთ, ჩვეულებრივად ვესაუბროთ 7 წყნარი ბუხი ხმით, რომ გაგვეცალოთ რა. ის ვიდეო რო იყო, ხო იცით, ზოოპარკში ის რომ მოხდა რა ქვია, ვერესხეობა რო წამოვიდა დინება და მთელი ზოოპარკი გამოიქცა გარეთ. ლომი იყო თუ ვეფხვი აღარ მახსოვს და ერთ-ერთი კადრი რო იყო, ჯოხით რო უკეთებდა, გადი, წადი. უყურებთ ცხოველს წინ, ვიწევით აი ესე და ვიღებთ ნირთს. უბრახუნე ვეუნებით, წადი, გადი, ესე. აი ეგრე შეგვიძლია მეგობრებო, შორიდან ბუხი ხმით, ჩვეულებრივად ხმის ტემპლი დავიბუხოთ და უთხრათ რომ წადი რა, გაგვეცალე რა. ხშირად უმეოროთ და რაღაცნაირად შეიძლება ეს ხრიკი გამოგვადგეს რომ მოკლედ აგვერიდოს და მობეზრდეს ჩვენი თავი და წავიდეს. ანუ უნდა ვაგრძნობინოთ რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენთ მისთვის და ასე ვთქვათ თუ მოგვიახლოვდება საფრთხე შეექმნება რა. ყველაზე საშიშია მეგობრებო, როდესაც ბელებთან ერთად არის დათვი. თუ შემთხვევით შევხვდით ბელებთან ერთად აუცილებლად აგრესიას გამოიჩენს და აგრესიული გახდება. ვეცადოთ რომ შორიდან თუ დავინახოთ ბელებიან დათვს თავის შვილებთან ერთად მოუვაროთ და წავიდეთ რა. ისიც რა თქმა უნდა მოგვერიდება და ეცდება რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირად ჩვენთან ახლო კონტაქტში არ შემოვიდეს. რაიმე ბუნაგებს თუ შეამჩნევთ ან ასე შემდეგ ეცადეთ რომ არ მიუახლოვდეთ, იმიტომ რომ ზოგადად დათვი ყველაზე აგრესიულია მაგ შემთხვევაში თუ უცებ შევხვდით რა, მოულოდნელად გადავეყარეთ, ან კიდევ ბელებთან ერთად თუ არის. სხვანაირად დათვი არ არის აგრესიული, შანსი არ არის რომ აგრესია გამოიჩინოს. ჩვენ მათთვის არ ვართ რაღაც ასე ვთქვათ მიზანი რომ მოგვინადიროს და ასე ვთქვათ საკვები ვიყოთ მათთვის. ისინი უბრალოდ თავს იცავენ და რთავენ თავდაცვის ინსტინქტს. ახლა რაც შეეხება თავდასხმას, თუ მოხდა თავდასხმა, ზოგადად დათვი არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელსაც არანაირი მიმიკა არ აქვს, ჟესტი არ აქვს, წინასწარ არ გატყობინებს, რომ თავს დაგესხმევა, ჩვეულებრივად 1 მეტრზეც რომ მოვიდეს, ანუ ძალიან საყვარლად გაგრძნობინებს თავს, მაგრამ ამ დროს ჩაფიქრებული აქვს, რომ თავს დაგესხას და დაგაზიანოს. ვერანაირად ვერ შევამჩნევთ, მოკლედ, აი მაგალითად როგორც მგელი გვატყობინებს კბილების დაკრეჭვით, ძაღლი რო გვატყობინებს კბილების დაკრეჭვით, დაღრენით რო გვატყობინებს, ასე არ გვატყობინებს დათვი და შეიძლება ისე დაგესხას და ისე შემოგწხოს თავისი კლანჭები სახეში, რომ ვერც კი წარმოვიდგინოთ რა. არაერთი ფაქტი ყოფილა ასეთი. ახლა კიდე რაც შეეხება იმას, თუ მაინც თავს დაგვესხა და არაფერი არ გვაქვს, ძალიან რთულია ასეთი სიტუაცია. ყველანაირად ამ დროს ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ნებისმიერი რამე რაც ხელში მოგვხდება, ეს იქნება ჯოხი, ქვა, თვალებში ჩავარტყათ, ცხვირში ჩავარტყათ, ანუ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან და გადავრჩეთ. ადამიანიც ძალიან სასტიკია ასეთ სიტუაციაში, თუმცა მისი ზომიდან გამომდინარე, დათვის ზომიდან გამომდინარე ძალიან რთულია, რომ დათვს მოერიო, ხო? თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თუ აგრესიაზე მოდის, ნუ ეხა არ ვეჭიდავთ რა, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ მოვერევით, მაგრამ მაინც ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად გავანეიტრალოთ. თუმცა ამის შანსი ნაკლებია, რომ ჩვენ დათვი გავანეიტრალოთ, ამიტომ ვაკეთებთ როგორ რაღაცას რა. უნდა დავწვეთ ძირს მუცელზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ მუცელზე ამოვტრიალდებით, ჩვეულებრივად ჰორიზონტალურად დავწვევით მიწაზე და მუცელი უნდა იყოს აუცილებლად მიწის მხარეს. ფეხები უნდა გავშალოთ მაქსიმალურად, ნუ შპაგატში არ უნდა ჩავჯდეთ, მაგრამ მაქსიმალურად გავშალოთ. რადგან დათვი შეეცდება ჩვენს ამოტრიალებას, რომ ასე ვთქვათ, ის ჩვენი რბილი ქსოვილები მარტივად დააზიანოს რა. პოლიცია რო დაიჭერს ხოლმე ვიღაცას და მიწაზე რო დააჭერს, როგორც კეფაზე რა, კისერზე უნდა დავიფაროთ ხელები, აი ესე გადაჯვარედინებული და ფეხები ოდნავ გავშალოთ, რომ მარტივად ვერ გადაგვაბრუნოს მოკლედ. აუცილებლად შეგვეშვება თუ ძალიან განრისხებული არ არის და ძალიან მშიერი არ არის. დათვი მშიერია, როდესაც გამოდის ბუნაგიდან ზამთრის მიწურულს. ყველაზე ცუდი მაგ დროს არის რომ გადავეყაროთ დათვს. ვერც ჭიდაობაში ვერ მოვუგებთ, ვერაფერს ვერ მოვუგებთ, ერთადერთი გამოსავალი არის ეგ რომ გადაუბრუნდეთ, თავი მოვიმკვდარუნოთ, თვალები დავხუჭოთ და რაღაცნაირად სიმშვიდე მოვიპოვოთ, რომ ვაგრძნობინოთ, რომ всё გაგვანეიტრალა და ჩვენ მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თუ გადმოგვაბრუნა კიდე კლანჭებით ან ცხვირით რა, დინგით თუ გადმოგვაბრუნა, კიდევ მეგობრებო, აუცილებლად უნდა ვეცადოთ გადატრიალებას. რამდენჯერაც გადმოგვაბრუნებს, იმდენჯერ უნდა გადავტრიალდეთ რა. ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს იმ ადამიანს, ვინც შეხვდება დათვს, თუმცა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ და ცოცხლები გამოვიდეთ. ყველაზე კარგი ვარიანტი არის მოკლედ, სანამ მოგვიახლოვდება, რომ ხმა გამოვცეთ და შევაშინოთ,
თუ დაიწყო შეტევაზე წამოსვლა უკვე ღრიალი მოვრთო, თუმცა წიო კი არა რა, ქალიშვილივით წიო კი არა რა. ინენა ღრიალი, კაცური ღრიალი, რასაც ქვია, ბუხი ხმით, მაღალი ხმით, ხელები გავშალოთ და შევაშინოთ რა, ყველანაირად შევაშინოთ, რომ წავიდეს რა. ხო და რა ვიცი, ვაგრძნობინოთ მოკლედ, რომ დავაზიანებთ ძალიან რა. ერთ-ერთი საყვარელი ცხოველია, მეგობრებო, ერთ-ერთი უწყინარი ცხოველია. ზოგს გონია, რომ რაღაცა დაც თუ შეხვდა, всё განწირულია იმისთვის, რომ მოკლავს და მიირთმევს ეგრევე. არა მეგობრებო, დათვი ყოველთვის გვერიდება, იმიტომ არის კარგი რომ შორიდანვე თუ მოძრაობთ ბუნებაში, ხმაურიანად ვიმოძრაოთ, რომ გაიგებს ხმას, მოგვერიდება. შეიძლება დააინტერესდეს, გამოგხედოს, ჩაგვიაროს, გაგვიაროს, მაგრამ არანაირად არ ვეცადოთ რომ მიუახლოვდეთ, არ ვეცადოთ რომ დაუღრიალოთ, შევაშინოთ, ან ასე შემდეგ. თვალში არ გავუსწოროთ და ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. თუმცა ზურგით არ დავდგეთ და ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად უკანასვლით წავიდეთ. საბოლოო ჯამში რა ვიცი, ანუ თუ აი ესე მოხდა შეტაკება და რაღაცა ბრძოლა მოგვიწია, გაგვეცლება აუცილებლად, როცა დაგვაგდებს, გაგვანეიტრალებს, გაგვეცლება. შემდეგ დავაკვირდეთ, არ წამოვდგეთ ეგრევე, იმიტომ რომ შეიძლება სიახლოვეს იყოს და გვაკვირდებოდეს შორიდან ჭკვიანია, გვაკვირდებოდეს და აინტერესებდეს, განეიტრალებულები ვართ თუ არა და მისთვის წარმოვადგენთ თუ არა ისევ საფრთხეს. დაგვაკვირდება, შეიძლება 10 წუთი დაგვაკვირდეს, 20 წუთი, შეიძლება 1 საათი იყოს ჩვენთან, გვერდზე იჯდეს, მაგრამ არაფერს არ აკეთებდეს. ვიყოთ ჩვეულებრივად მუცელზე ისევ და ეგონოს რომ მოკლედ გვტრები ვართ რა, всё მოკლა. ვაგრძნობინოთ რა. თვალები დახუჭული უნდა გქონდეს რა, იმიტომ რომ თვალებს ხედავს ჩვეულებრივად და თვალები ღია რო გვექნება. მიხვდება რომ არ ვართ განეიტრალებულები. შემდეგ, როდესაც მოგშორდება, ჩვეულებრივად მოусმინოთ ბუნების ხმას, თვალები დახუჭული რო გვაქვს, კონცენტრირება არის უკვე სმენაზე, მესმის პანიკაში იქნებით რაღაცა, მაგრამ პანიკა ვერ გადაგვარჩენს, გადაგვარჩენს სიმშვიდე, დაკვირვება და სწორი მოქმედება. ხმას მოусმინოთ, თუ აღარ ისმის დათვის სუნთქვის ხმა, ქოშინის ხმა, ან კიდევ ნაბიჯების შორიდან მოდის ძალიან შორიდან, ნაბიჯების ხმა, მაინც დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანი, თუ არ გავიგეთ ეს ყველაფერი, ნელ-ნელა გავიხედოთ, გამოვიხედოთ ადგილზევე, წამოვდგეთ და საიდანაც მოვედით, წავიდით ისევ უკან. ის კიდევ დათვი ლეშის ჭამელია, ვარ არის მეგობრებო, ლეშის ჭამელი, უბრალოდ დათვს არ უყვარს ხორცი, არ გიждდება ხორცზე და იმიტომ არ იწყებს პირდაპირ ეგრევე ჭამას. შეიძლება დააგდოს და რამოდენიმე ხანი ეგდოს მისი მოპოვებული ნადავლი და რა თქმა უნდა მივა როცა მოშივდება, მაგრამ ძირითადად მაინც ეტანება ბალახეულს და ასე შემდეგ. კიდევ თუ შენიშნეთ დათვმა იცის მიწის მიყრა, ტოტების მიყრა, ფოთლების მიყრა თავის მოპოვებულ ნადავლზე. ჩათვალეთ რომ დათვი არის სიახლოვეს და ეცადეთ რომ უკან დაბრუნდეთ, იმიტომ რომ წინ რო წახვიდეთ არ იცით სად მიადგებით დათვს. ეგ არის და ეგ მოკლედ რა. აჰა, ჩაიწვა ასე თუ ისე ჩვენი ცეცხლი. აი ესენი არ მინდა ეხა, მე არ მჭირდება, ამიტომ გვერდზე ამოვუწყრი ეხა მიწას. და ჩავყრი იქ. ამ ორ ცალს ეხა მე გავდებ. ასე შევარჭობ. მაქსიმალურად ახლოს გავაკეთე, რომ არ მაწვალოს. ცოტა ჩასაწევია მეორე. ასე. აჰა, საჭმელი გამზადებულია. შეიწובה ეხა უცებ და მივირთმევ. რისი ბუნაგი უნდა იყოს თქვენი აზრით? რაღაცა ნაცხოვრებს აღარ გავს, მაგრამ ფოთლები ყრია. მაგრამ აშკარად რაღაცა ცხოვრობდა შიგნით. ტურა იქნებოდა ან მელია.
ჩვენი ეყოფა მეგობრებო რაღაცა დამწრესუნი წამოიღო და როსებით საკმარისია. აბა როგორია ცოტა დაიწვა გარედან, მაგრამ ეგ არაფერი. ბუნებაში გვეპატიება ესეთი რაღაცები. მალურია. ამას მივაყრი მიწას, რა? საღარც გაგვიდება, მაგრამ მაინც ღამე რო ვინმე გამოიაროს, ფეხი არ ჩაუვარდეს. თან ბალახი გაიზრდება ისე. ეგ არის და ეგ, ამას ახლა მივერთმევ და გადავიდეთ უკვე რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა კამერასთან. მოვადე კი მეგობრებო. ალბათ კამერას ხედავთ კადრში. აი იმ ხეზია, ადგილზეა, რაც თავარია. ეხლა ვნახოთ რამე თუ იმაიმუნეს. კი ბატონო. ამოთხრილია ორივე. კამერაც ადგილზეა. აი მეგობრებო, დააკვირდით როგორ არის თათებით ამოთხრილი. ამაში წაღებულია. ესეც. აი ეს აქ ნათხრილი რა. არ გაუჭირდებოდა. ნახოთ ახლა კამერაში, აბა, კადრი თუ არის. ნახოთ. თავარია კამერა აქ არის. ხალხი ასე თუ ისე მოძრაობს ხოლმე აქ. ალბათ ვერ შეამჩნიეს, ან შეამჩნიეს და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და არ წაიღო. მაგას დააფიქსირებდა მაგასაც სავარაუდოდ. ნახოთ რეებია. ბატარეა ჯდებაო. ჩვენი 19 ვიდეო აქვს ჩაწერილი. ესე იგი, რაღაცა მოძრაობები არის დაფიქსირებული, მაგრამ რა არის კაცმა არ იცის. ერთი არის ღამე დაფიქსირებული 4 საათზე, 10-ის 15 წუთზე, 9 რიცხვში. კიდე 7-ის 20 წუთზეა დაფიქსირებული, 2-ის ნახევარზე რაღაცეები გაითიშა. დამჯდარია. მოკლედ კადრები არის, მაგრამ რისი კადრებია კაცმა არ იცის. ახლა მე ამას წავიღებ, ელემენტებს შევუცვლი და აუცილებლად კადრებს გამოვიყვან. დაგემშვიდობებით, კადრებს დაგიტოვებთ აუცილებლად. არ ვიცი რა იყო, რამ გაიარა, რამ ამოთხარა, მაგას თქვენ თვითონ ნახავთ და მეც ვნახავ. მეგობრებო, როგორც გთხოვეთ ვიდეოს დასაწყისში, ახლაც გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დამიწეროთ კომენტარები. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი და ძალიან გამახარებთ თუ გამოიწერთ არხს. დაგემშვიდობებით მეგობრებო და გიტოვებთ კადრებს, ოღონდ არ ვიცი რა კადრებს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.